მოგესალმებით, მოკლე პაუზის შემდეგ გიბრუნდებით ამ კითხვა-პასუხებით. მინდა პირველ რიგში გუშინდელი ნათლისღება მოგილოცოთ და ასევე გამოვხატოთ ჩემი ღრმა მწუხარება იმის შესახებ, თუ რაც მოხდა ამ ნათლისღების ირგვლივ, შეწყალების საკითხის ირგვლივ, სადაც არ ვიცი რატომ ვიღაცებმა გააჩინეს რაღაც მოლოდინი და იმედები, რაც იმედები და მოლოდინები არ შეიძლება რომ ჰქონდეს ამ რეჟიმის მიმართ და პრაქტიკულად ეს ყველაფერი გადაიქცა ძალიან საშინელ წამებად იმ ოჯახებისთვის და თვით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ასე უსამართლოდ ხედავენ ციხეში. ასე რომ მე მინდა მათ მიმართ გამოვხატო ჩემი დიდი მწუხარება ამ ყველაფრის შესახებ და ვიმედოვნო, რომ მალე ამ ქვეყანაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, სასამართლო, სასჯელი აღსრულება და ყველაფერი ის, რაც ქმნის ნამდვილ სახელმწიფოს, რასაც დღეს ჩვენ კარგავთ ყოველდღიურად. Სოციალისტ ამ თემასთან დაკავშირებით შემოგვივიდა ერთი კითხვა. გვეკითხებიან, რომ ამ დღეებში ქართული ოცნების წევრები პირდაპირ და რიად ამბობდნენ, რომ გამოცხადდა გადაწყვეტილება და ამას გავიგებთ ყველა, გამოცხადდებოდა გადაწყვეტილება და ამას გავიგებით ყველა, თუმცა თქვენგან ჩვენ მეც და ყველამ ვიცით, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, რას ნიშნავს ქართული ოცნების წევრების ეს საქციელი და არის თუ არა ეს დარღვევა? ეს ნიშნავს, რომ არ იციან არაფერი, არც კონსტიტუცია, არც კანონი, არც ის, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც არსად არ არის დარღვეული, რომ ეს არის მართლაც სახელმწიფო მეთაურის დისკრეციული უფლება. ეს იქნება თავის დროზე მეფე, თუ დღევანდელ დღეს პრეზიდენტები, ეს უფლება არ არის ისეთი, რომელიც გადის რამე კონსულტაციას ვინმესთან. მინდა გკითხოთ ფორუმზე, გვეკითხებიან ალბათ ევროპაში რომ ბრძანდებოდით, თქვენი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და ვიცით, გასაგებია, რა იყო ევროპელების მთავარი სათქმელი ბრიუსელის ფორუმზე? ევროპელების სათქმელი ჯერთი არ იყო საქართველოს შესახებ. მე იქ მივიტანე საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს და ეს არის ჩემი როლი, რომ ყველგან, სადაც მეძლება საშუალება, ყველა ფორუმზე, ყველა შესაძლო ადგილზე მივიტანო ჩვენი წუხილი, გავაცნო ჩვენი მდგომარეობა და თუ რამდენად აქ რუსეთის გავლენა, რუსეთის ჰიბრიდული ომი ვრცელდება ამ ქვეყანაზე. ამიტომ ეს არ მოითხოვს რამე უშუალოდ პასუხს, იქ არ იყო არანაირი გადაწყვეტილების მიღების ფორუმი, არამედ ეს მიზანი იმისი იყო, რომ ჩვენ მივიღოთ მეტი ყურადღება იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება დღეს ხვალ გავრცელდეს ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაზე. თუკი ხელით შეუხებლად და ისე რომ წინააღმდეგობა ნამდვილი არ გაუწიონ, ვაცადეთ და ვაცალეთ რუსეთს, რომ თავისი სტრატეგია განავრცელოს ამ ქვეყანაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე, რომ ყველგან, სადაც შესაძლებელი არის, მეც და არა მხოლოდ მე, ყველა ვისაც გვაქვს ამისი საშუალება, მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ეს იყო ჩემი მიზანი. ზაზა გურული გვეკითხება, მას აინტერესებს, რა დოკუმენტი ადასტურებს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობას და აქვე გთხოვს, რომ ოღონდაც ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი ნორმებით ისარგებლოთ. პასუხის გაცემისას და არანაირი საერთაშორისო, ევროპული თუ ამერიკული, რუსული ჩარევები. იმედია უპასუხოდ არ დამტოვებთ. უპასუხოდ ჯერთი არა ვიცოტოვებთ. მეორეც ერთი კითხვა არის ცოტა არასწორად დასმული, მაგრამ ვიტყოდი, რომ არალეგიტიმურობა მტკიცდება არა დოკუმენტით, მტკიცდება იმითი, რომ არჩევნები იყო გაყალბებული დიდი მასშტაბით და ყველანაირად ეს დამტკიცდა თავის დროზე, მაგრამ კიდევ უფრო
მთავარი მტკიცებულება ამ არალეგიტიმურობის არის ის, რომ დღემდე, ანუ გავიდა წელიწად თითქმის ნახევარი, კრიზისი არის პოლიტიკური ქვეყანაში. და ეს ნებისმიერ ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ნიშნავს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, არც ლეგიტიმური არის და არც აქვს იმის უნარი, რომ ეს კრიზისი გადალახოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანაში პირველი და ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ გადალახო ეს კრიზისი, რომელიც გამოიხატება პროტესტში, მაგრამ არა მხოლოდ, გამოიხატება იმ ყველაფერში, რაც დღეს ვამჩნევთ, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს საშუალება, რომ თავის საზოგადოებას დაარწმუნოს იმაში, რომ მას აქვს რამე მომავალი და ამ ქვეყანაში ნამდვილად ქმნის რამეს პერსპექტივას. გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი ახალი არჩევნები. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გაერთიანებაზე, მიმდინარეობს კონსულტაციები გიჩის ციხიდან გამოსვლის შემდეგ. რა შანსები აქვს ამ გაერთიანებას თქვენი აზრით? ერთი გირჩი კი არ გამოვიდა. გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელსაც ქვია ზურა ჯაფარიძე. ასე რომ კარგად ტერმინები კარგად გამოვიყენოთ. და ყველანაირი მოლაპარაკება, კონსულტაციები, ყველაფერი რაც მიდის იმისკენ, რომ ამ საზოგადოებაში მოხდეს კონსოლიდაცია, არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენი გამოსავალი, როგორც ახლა ვთქვი, არის არჩევნებში, ეს არის მშვიდობიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. არც არანაირი მოლაპარაკებები ვინმესთან ამას არ გადაწყვეტს. საჭირო არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. და ამ ახალ არჩევნებზე აუცილებელი არის, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და ამდენად მე მივესალმები ყველანაირ მცდელობას იმისი, რომ გადაილახოს ის რაღაცა პარტიული ორგანიზაციების შორის რაღაცა კონკურენცია, იმიტომ რომ დღეს არ არის კონკურენციის დრო. დღეს არის იმის დრო, რომ მოხდეს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ შედგეს ის წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებზე. მოსახლეობასა და პროტესტანტებში გულისხმობენ ალბათ აქციის მონაწილეებს, უკიდურესად შემცირებულია ოპოზიციასადმი ნდობა და მათი რეიტინგი. ახლა რომ არჩევნები ჩაინიშნოს, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიცია? მე არ ვიცი ეს სიტყვები როგორ ეხმარება, ანუ ოპოზიციას მიმართ არის ნდობა შემცირებული, ოპოზიცია როგორ უნდა იმოქმედოს. ერთი ასეთი ორგანიზმი, რომელსაც ქვია ოპოზიცია, არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლის მიმართ არის შედარებით შემცირებული ნდობა, რომელის მიმართ ისე ახალი პოლიტიკური პარტიები არსებობენ, რომლის მიმართ არ არის ასე შემცირებული და ალბათ უფრო რომ იზომებოდეს მზარდი არის მათ მიმართ ნდობა. მაგრამ კიდევ ერთხელ დღეს ნიშნულოვანი არის, რომ საზოგადოება მთლიანად გაუძლოს ამ დღევანდელ მდგომარეობას, შეიკრას ეს საზოგადოება, მიხვდეს, რომ დღეს არის გადარჩენის ან არ გადარჩენის მომენტი და ამისთვის მოემზადოს და კონსოლიდაცია მოხდეს. და ის პარტიები, რომლებსაც სჭირდებათ გარდაქმნა, ალბათ გარდაიქმნებიან მომავალში, ის პარტიები, რომელიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან, ეს არის საქართველოს მომავალი, მაგრამ უნდა მივიდეთ იმ მომავალამდე და მომავლის გზა გადის იმაზე, რომ ჯერ მოხდეს ეს კონსოლიდაცია. მანანა გეტეშიძე გვეკითხება, საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები წლების განმავლობაში გთხოვდნენ თქვენ მოქალაქეობის მინიჭებას და თქვენ კი უარით ისტუმრებით. რატომ აკეთებთ ამას? მე გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ბოლოს და ბოლოს მივიდეს ყველა ადრესატამდე, რომ მე არასოდეს არ მithქვამს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე არც ერთ ქართველისთვის, ქართველ წარმოშობის ადამიანისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს იქნებოდა ფერეიდანელი თუ უფრო ახლანდელი ემიგრანტები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ევროპაში თუ ამერიკაში. მაგრამ მე არ მქონდა იმის ბერკეტი, რომ ჩემით გადამეწყვიტა, მე ვიყავი დამოკიდებული კომისიაზე, სადაც მე მხოლოდ 2 ხმა მქონდა
და სადაც მე არც უმრავლესობა და არც იმის საშუალება, რომ გადამეხედა შემდეგ კომისიის გადაწყვეტილება. მე მუდმივად პირველი დღიდან ვთხოვდი იუსტიციის სამინისტროს, რომ ან ჩემთვის გამოეცათ იმისი უფლება, რომ მე მქონოდა ბოლო სიტყვა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ან და შეეცვალათ იმ წერილის ტერმინები, რომლითაც აცნობდნენ ადამიანებს, რომ არ ეძლეოდათ მათ მოქალაქეობა და რასაც მე უნდა მომეწერა ხელი და იმ წერილში იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტთან გადაიგზავნა ეს გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, რაც იყო ტყვილი და რაც ვერ შევცვალე 6 წლის მანძილზე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩემ ხელში არ იყო მოქალაქეობის მინიჭება და ამას მე ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ვერ მიიღო იმ დროს მოქალაქეობა, რამაც მე პირველი დღიდან და როცა წვედით საკითხს ორმაგ მოქალაქეობის, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ დაუბრუნოთ მოქალაქეობა ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დემოგრაფიული კრიზისი და რომც არ იყოს დემოგრაფიული კრიზისი, ჩვენნაირ ქვეყანას ჭირდება როგორც მისი ადამიანური უზარმაზარი რესურსი, რომ ყველა ქართველებს მივანიჭოთ ეს მოქალაქეობა და დაუბრუნოთ მათ. ცოტა კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს, გაეცით ხალხს პასუხი, სად, როდის და ვისთან გაქვთ მოთხოვნილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ საკითხი? ჩემი როლი არ არის ნამდვილად, რომ მე მოვითხოვო ვინმეზე კონკრეტულად დასანქცირების მოთხოვნა წარმადგინო. ჩემი როლი არის, რომ მე იმ კონტაქტებში, როგორც ახლა ვახსენებდი ამ ფორუმზე და ყველა შეხვედრაზე, რაც მე მაქვს სხვადასხვა ლიდერებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ავუხსნა რა არის საქართველოს მდგომარეობა, რამდენად ირღვევა ყველა დღევანდელი კონსტიტუციური წყობა და ადამიანის უფლებები, რამდენად ვშორდებით ჩვენ ევროკავშირის გზას და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, გადაწყვეტილებები თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ, ეს არის იმ ქვეყნების თუ იმ ორგანიზაციების გადასაწყვეტი. არ შეიძლება მე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, რომ მე ვიყო როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვკარნახობდე ვინმეს ამ ქვეყანაზე რა ტიპის სანქციები უნდა განაგრძოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს მიტანილი მათთვის ბოლომდე სრული სურათი იმისი, თუ რა ხდება, რა დარღვევები არის, რა კანონები არის მიღებული და არა მხოლოდ დღევანდელი წარმომადგენლების ივანიშვილი დაწყებული და მთელი რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, არამედ ისიც, რომ აქ არის რუსეთის ხელი. დღეს ალბათ მთავარი საკითხი არის ის, რომ ამ ქვეყანაში არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსლა არის, რაც დღეს უკვე აღნიშნული არის ყველას განცხადებებში, ეს იქნება კაია კალასის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი ცოტა ხნის წინ ჩემს მისამართით, ან დღევანდელი პასუხი თუ გუშინდელი იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის კითხვაზე საქართველოს შესახებ, არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსლა, აქ უფრო მნიშვნელოვანი არის კიდევ, რომ გაიგონ, რომ აქ არის რუსეთის ქმედებება, რომელიც ხორციელდება იმ თუ ამ ჩვენ რეჟიმის წარმომადგენლის და პირველ რიგში ივანიშვილის და სხვების ხელით საქართველოზე მცდელობა, რომ საქართველო მოაქციონ რუსეთის გავლენის ქვეშ. და სანამ ყველა ამას არ გაიგებს და ამიტომ ვლაპარაკობს სულ მე საქართველოს გადარჩენაზე და არა მხოლოდ დემოკრატიის უკუსლაზე და დემოკრატიაში დაბრუნებაზე, ბევრად უფრო არსებითი დღეს საფრთხე გველის და ეს უნდა იყოს ყველას მიერ გააზრებული. შიგნით ქვეყანაში პარტიებისგან და სხვადასხვა დღევანდელ წარმომადგენლებისგან საზოგადოების სფეროში, როგორც უცხოეთში ჩვენი პარტნიორებისგან.
ევროპის დასუსტებაზე და ევროპის აშკარა პრობლემებზე თვითონ ევროპელებიც საუბრობენ დღეს. თქვენ კი ქართველებს დასდევთ. ამას განზრახ აკეთებთ თუ რაღაც სხვა ხდება? აი შეიძლება მე ქართული არ მყოფნის, მაგრამ ვერ გავიგე კითხვის შინაარსი, ვინ ქართველებს დავსდებ და სად დავსდებ, არ ვიცი, ვერ ვუპასუხებ კითხვას, როცა არ მესმის კითხვის შინაარსი. გიორგი გურასტიშვილს აინტერესებს, თქვენ ხშირად საუბრობთ გადარჩენაზე, ერის გადარჩენაზე და რას გულისხმობთ ამ გადარჩენაში? ხო, სწორედ ეხლა რაზედაც საუბრობდი, რომ ჩვენ ვართ რეალურად ძალიან დიდ საფრთხის წინაშე, რომ რუსეთმა საქართველოს ზე გავლენა, სრულყოფილი გავლენა, ოღონდ სამხედრო საშუალებებით არა და ამჯერად სხვა ფორმით, არჩევნებში манипуляცია და გაყალბება, პროპაგანდა, ყველა ჰიბრიდული საშუალებები, რაც არსებობს დღეს და იმ ჯგუფის მეშვეობით, რომელიც დღეს არის საქართველოს სათავეში, არ მოაქციოს საქართველო მისი გავლენის ქვეშ და ბევრად უფრო მარტივად და მისთვის უსაფრთხოდ, ვიდრე ის რაც ხდება, მცდელობა რაც აქვს მას უკრაინაში, მოაქციოს საქართველო იმ ძველ მისი გავლენის სფეროში და აქედან გაიყვანოს, განდევნოს ევროპის გავლენა ყველანაირი, როგორც ამერიკის და დაგვტოვოს ჩვენ იზოლირებული რეალურად მის გავლენის ქვეშ. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, იმიტომ ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ 91 წელს, მეორედ 1918 წლის მერე, ანუ განთავისუფლება ჩვენი, სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბება, ეს არის უდიდესი მიღწევა საქართველოსი ამ ბოლო პერიოდში და ეს არის ის, რაც დგას დღეს საფრთხის ქვეშ. და ეს ჩვენ თუ ვერ გავაანალიზეთ, ვერ შევიგნეთ, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, იმიტომ ყველაფერი იწყება იმითი, რომ ჩვენ ზუსტი სახელი დავარქვათ იმას, თუ რა ხდება დღეს. და მაშინ იწყება რეალური ბრძოლა გადარჩენისთვის და საქართველოსი დაბრუნებისთვის თავის წიაღში და თავის გზაზე. ქეთევან ხარაიშვილი გვეკითხება, ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს, როდესაც პეტრასმა სისხლი დაღვარა რუსთაველზე და სრული განუკითხაობა იყო ქვეყანაში, მაშინ რატომ არ გამოაცხადეთ თქვენ საგანგებო მდგომარეობა, როგორც პრეზიდენტი? კონსტიტუცია და კონსტიტუცია. ამისი უფლება მე არ მქონდა, მექნებოდა მხოლოდ მთავრობასთან ერთად და წარმოიდგინეთ თუ რამდენად იქნებოდა ასეთი თანახელმოწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. თქვენს ოფიციალურ Facebook-ზე ამ კითხვების გამოქვეყნების შემდეგ ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა. ტროლები არიან თავიანთ ამპულაში და ძირითადად მოდის დიდი აგრესია და ლანძღვა. იწერება მაგათი მხრიდან, გთხოვენ რომ დატოვოთ საქართველო, დაანებოთ ამ ქვეყანას თავი, წახვიდეთ საბოლოოდ პენსიაზე, აღარ ჩამოგვიდეთ ევროპიდან, დარჩეთ თქვენს პატრონებთან და სხვათა შორის ჩვენივე გვერდზე არის უკვე რეაგირება ამ ტროლების პასუხები, თავად Facebook-ის მომხმარებლების ცემენ პასუხს და მინდა ერთი პასუხი წაგიკითხოთ, სოსო შუბლაძე წერს, ტროლებს პასუხობს, ერთს გეტყვით, კანდიდატის სტატუსი მისი დამსახურებით მიიღო საქართველომ, რისთვისაც ქოცებმა იმპიჩმენტზე დააყენეს. გაიხსენეთ, სალომე ჩავიდა მაკრონთან და მოსთხოვა კანდიდატის სტატუსზე მხარდაჭერა. იქიდან ჩავიდა შოლცთან, იქაც მიიღო თანხმობა და მიაღწია. შემდეგ მიშელს ესტუბრა და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ქოცებს არ სურდათ და დაუგეგმეს იმპიჩმენტი. ხო დანარჩენი ბრალდებები იმდენად უსუსურია და აბსურდულია, გამოპასუხებაც აღარ ღირსო. საერთოდ არ ღირს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის მაინც ტროლების აქტიურობა. ჯერ ერთი ყოველთვის კარგი არის აქტიურობა Facebook-ზეც და სხვაგანც, იმიტომ რომ აქტიურობს ჩვენი გვერდიც და ჩვენი გაზიარებაც უკვე ამითი იზრდება. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ტროლებს გამოიჩინონ ცოტა მეტი
შინაარსიანი კომენტარები, თქვათ, კითხვები უფრო ისეთი და არგუმენტებით, თორემ ეს იგივე ერთადერთი ლანძღვა და რაღაცა რომ დაბრუნდით სადღაც და წადით აქედან არ არის საინტერესო და არ მაძლევს საშუალებას რომ რეალურად რამე უპასუხო ან საერთოდ ყურადღებაც მივაქციო. ტრამპის ადმინისტრაციამ წერილი გაუგზავნა ოცნებას, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ. ამაზე გააკეთეთ კომენტარიო. არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ არც ვიცი არსებობს ასეთი წერილი თუ არ არსებობს. ამაზე იყო რაღაც გავრცელებული ჭორის დონეზე, მაგრამ მე მგონი არავის არ უნახავს ეს წერილი და საერთოდ საინტერესო არის თუ იყო ასეთი. მე ვიცი ერთადერთი წერილი, რომლითაც ძალიან ამაყობდა ოცნება, ეს ვითომც ეს მონოცვის წერილი, რომელიც მოვიდა ახალ წელს და რომელიც აჩვენებდა კიდევ ერთხელ, რომ არ იციან არც პროტოკოლი, არც კანონი და რომ ეს არის იმ დონეზე გადაწყვეტილი ამ წერილების დაგზავნა, რომელიც არის მხოლოდ პროტოკოლური და არანაირი პოლიტიკური რეალურად დატვირთვა არ ახლავს ასეთ წერილებს, ასე რომ აქ საამაყო არაფერი არ ჰქონდათ და ზოგადად მე ვიტყოდი, რომ ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელზედაც გვეუბნებოდნენ რამდენი ხანია, რომ დაალაგებდნენ, არანაირად არ მიდის დაალაგებისკენ და ძალიან მწუხვარ იმაზე, რომ არა იმიტომ, რომ ვერ დაალაგეს, მაგრამ რომ აღმოჩნდა საქართველოს იმ 75 ქვეყნის სიაში, რომლისთვისაც საიმიგრაციო ვიზა დღეს არის შეწყვეტილი დროებით ალბათ, მაგრამ შეწყვეტილი, ეს არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, იმიტომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადაგვიყვანეს იმ ქვეყნების კატეგორიაში, რომელთანაც არანაირი უპირატესობა და არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ გააჩნია ამერიკას და ეს ძალიან შორს არის რამე დაალაგებისთან და ამითი ჩვენ ყველანი უნდა ვწუხდეთ, მე მგონი. ვაჟა მალაგურაძე წერს, რეფერენდუმის გამოცხადებას არ გთხოვთ. ინიცირებაში რატომ არ მონაწილეობთ? როგორც რიგითი მოქალაქე, რატომ არ იჩენთ ინიციატივას, რომ ჩატარდეს სუვერენული რეფერენდუმი? ხას უსვამ, სუვერენულ რეფერენდუმზეა საუბარი და არა ჩვეულებრივ რეფერენდუმზე. მე არ ვიცი რა არის სუვერენული რეფერენდუმი, უნდა ვაღიარო და თუ შემდეგ კითხვაზე გვიპასუხებს და აგვიხსნის ჩვენი რესპონდენტი რა არის სუვერენული, მაშინ ვიპასუხებ. მაგრამ სხვა რამესაც ვიტყვი, რომ თუ რიგით მოქალაქეზე არის საუბარი, მაშინ ნებისმიერ რიგით მოქალაქეს შეუძლია, რომ ეს ინიცირება მოახდინოს და შეიძლება შევუერთდე, როცა ვნახავ რა კითხვაზე არის მოთხოვნილი ეს რეფერენდუმი. 24 იანვარს გაიმართება განათლების სფეროს მუშაკთა მარში. ხომ არ შეუერთდებით ამ მარშს გვეკითხებიან და ზოგადად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რა ბერკეტები არსებობს, რომ თუ არ შესაძლებელი რომ ან ვერ განხორციელდეს, ან როგორ უნდა შეუშალო ხელი? მე არაერთხელ უკვე ვთქვი პირველივე როგორც კი გავეცანი ამ რეფორმას და შემდეგ გქონდა აქ სამი დიდი შეხვედრა განათლების სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და მოვამზადეთ დოკუმენტი და ამას კიდევ ექნება გაგრძელება და ამის შესახებ გეტყვით, როცა ამისი დრო მოვა ამ დღეებში, მაგრამ ეს განათლების რეფორმა არის ძალიან დიდი დანაშაული და უდრის ნიშნობით იმას, თუ რაღაც გააკეთა კობახიძემ თავის დროზე გასული წლის წინა წლის უფრო სწორედ ნოემბერში, როცა გამოაცხადა, რომ შეწყვეტილი იყო პროცესი ევროპასთან ინტეგრაციის. ეს არის იგივე განაცხადი, რომ ჩვენ ვწყვეტ რეალურად იმ სფეროში, სადაც პრაქტიკულად ვიყავით სრულყოფილად შესული, ანუ განათლების სფეროში, ევროპულ განათლების უმაღლეს სასწავლებლის სფეროში, ჩვენ ვწყვეტ ურთიერთობას, ვწყვეტ ჩვენი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას და
ეს არის საგარეო ნაწილი ამისი, ანუ ევროპასთან ბოლო წყვეტა იმ კავშირების, რაც დღესაც დიდად არსებობს და რომელიც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ თუ მეცნიერებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ამ დღემდე. და მეორე ასპექტი ამ რეფორმის, რომელიც ასევე ძალიან ნიშანდობლივია, ეს არის სრული პოლიტიკური კონტროლის აღება განათლების სფეროზე, ეს უკვე შიდა პოლიტიკური მიმართულება არის ამ რეფორმის, რომ უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ვინ დანიშნავს მათ, ვინ გადაწყვეტს სად იქნებიან ეს პროფესორები, სად იქნება ფაკულტეტი, რომელ ქალაქში გადაიყვანენ რომელ ფაკულტეტს, ეს ყველაფერი იქნება უკვე ცენტრალური ძალაუფლების ხელში, რომელიც ამითი განახორციელებს სრულ კონტროლს, ეს არის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ამითი აღებული არის ხელში. ამას გაგრძელება ჭირდება, ამაზე რომ არ მოახდინოს საზოგადოებამ რეაგირება, ეს არის სრული კატასტროფა და ეს არის მე არ ვიცი რა სიტყვები მოვნახო იმისთვის, თუ ამაზე რაც იყო ქართველებისთვის მუდმივად მთავარი მათი ცხოვრების მიზანი, რომ შვილები ყოლოდათ უფრო განათლებული ვიდრე თვითონ იყვნენ და ამაზე მზად იყვნენ, რომ რესურსები დაეხარჯათ, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ აი ჩემ შვილს მივანიჭო ის განათლება, რომელიც მას გაიყვანს სწორედ იმ თავისუფლებაზე და იმ სრულყოფილებაზე, რომელსაც მოაქვს განათლება. ეს თუ შეიცვალა, თუ აღარ ზრუნავს ქართველი მშობელი თავის შვილების განათლებაზე, მაშინ მე არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. ეს ბოლო კითხვა იყო Facebook-დან, რაც შემოგვივიდა და ახლა TikTok-დან შემოსულ კითხვებს. Facebook-ის live-ს წერება კითხვები. რაფაელონიანი წერს, ქალბატონო პრეზიდენტო, რა კომენტარს გააკეთებთ შვეიცარიის დავოსის ფორუმზე? იქ დასავლელ ლიდერებს შორის უკვე მიმდინარე დისკუსიებზე. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაზე მისი ამერიკელი კოლეგის მიმართ. ეს მე ჩემი კომენტარებს არ ვითარი მნიშვნელობა, რაც მათ შორის ურთიერთობებზე არის ლაპარაკი, ის ტრამპის ბოლო შეთავაზება, რომ რაღაცა მშვიდობის ბორდი შექმნას, სადაც შესვლა ღირს 1 მილიარდი თუ არ ვცდები და მაკრონის უარზე ამ ბორდში მონაწილეობაზე, სადაც ყველა არის მიწვეული, ვინც გადაიხდის ამ თანხას, ანუ ცოტა არარეალურ სივრცეში ვართ ამითი, მაგრამ დავოსის ფორუმს აქვს სხვა დანიშნულება, რომ ეგ შეხვედრები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დღეს მართავენ მსოფლიო ეკონომიკას, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის გაიმართოს ამ ტიპის ურთიერთობები და სამწუხარო არის, რომ იქ ჩვენი ადგილი აღარ არის. ქალბატონო პრეზიდენტო, ნატო და ევროკავშირი დაიშალა, იცემ ილუზიები უნდა გქონდეს, რომ ისინი დამოხმარებიან? სად დაიშალა და ვინ დაიშალა? ყველა ასეთ ორგანიზაციას აქვს თავისი კრიზისული მომენტები, რა ვიცი, კრიზისული თუ უნდა ვთქვათ, მაგრამ გამოწვევები, ასე ვთქვათ, და ნამდვილად აქვთ ნატოსაც და ევროკავშირსაც გამოწვევები. მაგრამ შეიძლება ითქვას პირიქით, რომ ბოლო გამოწვევების მიმართ, რაც იყო მაგალითად და რაც არის დღევანდელი უკრაინა და ომი დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის წინამდებ, ორივე ორგანიზაციამ გამოიჩინა თავისი უნარი, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს. თუ გავიხსენებთ, არც ისე შორს არის, ნატოში გაწევრიანდნენ ფინეთი და შვედეთი, ორი ქვეყანა, რომელიც მანამდე ნეიტრალიტეტზე საუბრობდნენ და ეს იყო მათი მთავარი რწამსი, დღეს უკვე არიან გაერთიანებული, გაწევრიანებული ნატოში.
იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ მათი უსაფრთხოება არის დამოკიდებული სწორედ იმაზე, რომ არ იყვნენ იზოლირებული, არ იყვნენ მარტო იმ საფრთხეს წინაშე, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. ასევე ევროკავშირმა ამ გამოწვევას უპასუხა და შეიძლება ითქვას ასევე ტრამპის გამოწვევას, რომელმაც უთხრა ევროპელებს, რომ თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენ უსაფრთხოებას, უპასუხა ძალიან დიდი რეაგირებით და სწრაფი რეაგირებით და დღევანდელი დღეს თავდაცვის ბიუჯეტი ყველა ამ ქვეყნებში, რომელსაც უჭირდათ აქამდე, რომ თავდაცვისთვის გადაედოთ ის რესურსები და თანხები, რაც საჭირო არის, რომ რეალურად თავიანთი თავდაცვის უნარი მიეღწიათ იმას, რომ თავიანთი თავდაცვა თვითონ აეღოთ ხელში, დღეს უკვე გაზრდილი არის ყველა ქვეყანაში და აღწევს 2%-დან 5%-მდე, რაც ადრე მიიჩნეოდა როგორც მიუღწევადი. ამიტომ ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ეს ორგანიზაციები არიან ძალიან ცოცხალი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვს იმისი უნარი, რომ გამოწვევებს უპასუხონ. და ეს არის სიცოცხლეს უნარიანობა ასეთი ორგანიზაციების. ის კი არა, რომ პრობლემები არ ქონდეთ და კრიზისები არ ქონდეთ. ის არის მნიშვნელოვანი, რომ კრიზისების და პრობლემების წინაშე ქონდეთ საშუალება, რომ რეაგირება მოახდინონ და ამისი ნათელი მაგალითი მოგვცეს, მე მგონი. რას ფიქრობთ, მშვიდობიანი პროტესტის შედეგს გამოიღებს, როგორ და როდის უნდა ველოდოთ ამ? ეს არის ის გაუთავებელი კითხვა. პროტესტი არის ნიშანი იმისი, რომ არ ეგუება ქვეყანა იმას, თუ რაც ხდება, არ ეგუება უსამართლობას, არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, არ ეგუება იმას, რომ რუსული რეჟიმი ყავს დღეს სათავეში, არ ეგუება იმ უზარმაზარ კორუფციას, რომელიც არის კიდევ ერთი სახე რუსული რეჟიმის. ეს არის სიმბოლო ამ ყველაფრის შეუგუებლობის და ასეთი პროტესტი არ ითვლება ადამიანებით, მაგრამ ითვლება გამძლეობით. და ეს გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ თვით პროტესტის ხალხის, არამედ იმიტომ, რომ ასახავს რეალურად, რაც არის მთელი საზოგადოების განწყობა. და ჩვენ დღეს ამას ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ეს პროტესტი გაიზარდა. შეიძლება შემცირდა რუსთაველზე რაოდენობა ადამიანების, მით უმეტეს დღევანდელი თოვლიანობის დროს, მაგრამ რეალურად გაიზარდა პროტესტი, გაიზარდა ოცკული თანახმარების. დღეს გომბორა ამბობს, რომ პროტესტის მომხრე არის და გაიზარდა წინააღმდეგობა საზოგადოებაში და თუნდაც ოცნების ვითომ წრეებში გაიზარდა სრული გაურკვევლობა, რა ხდება, რატომ არის ასეთი გაფართოებული დევნა ყველასი, თუნდაც თავიან წრეებში და რეალურად დღეს ვიტყოდი, რომ ბევრად უფრო სუსტი არის რეჟიმი, ვიდრე სუსტი არის პროტესტი. გარკვეულწილად გაიც სამკითხოს პასუხი TikTok-ზე იწერება. ერთადერთი ძალა, ვისაც ჩვენი ხმა გააქვს ქვეყნიდან. ახლა რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, იგულისხმება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება? მე მგონი, რომ იმას მივახციეთ, რომ ეს საკითხი დღევანდელი აქტუალური არ არის, რაც ეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მთლიანად ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და ეს მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი არის, იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში, სადაც დიდი უმრავლესობა, დღეს არ ვიცი 80%-ია თუ 70, მაგრამ ამ ციფრებში მერყეობს, რჩება ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრე და ამ პროცესის მომხრე. არ შეიძლება, რომ მათ შეუჩერო ვიზა, იმიტომ რომ ვიღაცა ელიტა, რუსული რეჟიმის წარმომადგენლები იქცევიან, როგორც იქცევა რუსეთი.
ეს არის ყველასთვის მე მგონი გასაგები, როცა უხსნი რაში არის მდგომარეობა. და ის რომ ახალი მექანიზმი და მექანიზმზე ფიქრობენ, რომელიც იქნება ორიენტირებული სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ ყველა დემოკრატიულ პრინციპს, არღვევენ ევროკავშირის პრინციპებს, რომლებიც არიან იმ ნარატივზე პასუხისგებელი, რომელიც არის ანტიდასავლური, ანტიევროპული, იმ პოლიციელებზე თუ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებებს და დღეს ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლო ყოველ დღე პრაქტიკულად იღებს საქართველოს წინააღმდეგ განაჩენებს, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ გაამართლებ იქ, რასაც ესენი აქ აკეთებენ. ეს არის სწორი მიმართულება და ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ წინა ლაივზე ისაუბრეთ ამ თემაზე, ორივე პლატფორმაზე იწერება კომენტარები. სად გაარჩევთ ქართული განძი, რომ გაზიდეთ შენმა წინაპრებმა დემებით ბრიტანელებთან ერთად? ან იმმა რომ ჩამოატანინა უკან, რაც დაახვდავეთ კაი ცხოვრებისთვის. ხო, რა ვიცი, ახლა მაშინ უნდა დავწეროთ მთელი ისტორია ემიგრაციის, მაგრამ ჯერთი ბრიტანელები არაფერ შუაში არ იყვნენ, როცა წავიდა ის მთავრობა, რომელსაც არ ეკუთვნოდნენ ჩემი წინაპრები და ამიტომ იმ მთავრობის გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობდნენ არანაირად. ეს იყო ფრანგული გემი, ანუ მთელი ფაქტები არის დამახინჯებული და შენახული იყო ეს განძი მთლიანად დაბრუნდა და სიები შედგენილი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ, რომელიც ტყუილა არ გახდა წმინდა ექვთიმე, იმიტომ რომ მართლაც შეასრულა ეს უდიდესი საქმე, რასაც ერქვა განძის შენახვა, გადარჩენა და დაბრუნება საქართველოში. და ეს იყო მოლაპარაკებული არა სტალინთან, იყო მოლაპარაკებული დეგოლთან. და მისი გარანტიით იქნა ეს დაბრუნებული საქართველოში. და კიდევ ერთხელ, რადგან ჩემები არ იყვნენ მთავრობის ნაწილი, არც წაღებაში, არც დაბრუნებაში და არც იმის გამოყენებაში არ იყვნენ შემჩნეული. ბოლო კითხვა, ცოტა ახალი კითხვები მოიგონეთ, თორემ ცოტა დამღლელი არის. როგორ ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში ძალიან მიყვარხართ და პატრიოტიზმს ხელმძღვანელ პრეზიდენტად? საქართველოს ვხედავ იქ, სადაც უნდა იყოს, როგორიც უნდა იყოს და სადაც ყველასთვის იქნება სასურველი ცხოვრება და დაბრუნება.